ეს გულთაათ მოგესალმებით, დღეს სამშაბათია და სამშაბათობით ტრადიციულად ვიკრიბებით ხოლმე რადიო იმედის ეთერში, რათა ვისაუბროთ ბიზნესზე. როგორც მოგეხსენება დღეს სეზონის ბოლო გადაცემა და შესაბამისად ვიფიქრეთ, რა იქნებოდა საინტერესო თქვენთვის ჩვენი მსმენელისთვის, რადგანაც ყველა უკვე ზაფხულის არდადეგებისკენ მიეშურება, დასვენება ერთ-ერთი აქტუალური თემა და ჩვენ ვიფიქრეთ ძალიან კარგი იქნებოდა თუ ჩვენს მსმენელებს აი ამ ძიმე და დატვირთული პერიოდის შემდეგ, რომელიც მთელი წელი მუშაობას უკავშირდება და მთელი წელი ბიზნეს კეთებას უკავშირდება, წარუდგენდით შატო ყირამალას, რომელიც ლაგოდეხში მდებარეობს, მისი მენეჯერი ვაკო მირიანაშვილია, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი. გამარჯობა ვაკო. მოგესალმებით, მადლობას მოგითხრით მოწვევის. ვაკო, რამდენი ხანია არსებობს შატო ყირამალა და რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება ლაგოდეხში მსგავსი ტიპის შატოს გაკეთების? რამდენად იყო მოთხოვნა ბაზარზე, რომ მსგავსი ტიპის შატო გაკეთებულიყო და ზოგადად როგორ გაკეთა ეს კონცეფცია? ზოგადად რაც შეეხება შატოს 2018 წლიდან ჩაეყარა საფუძველი ობიექტის მშენებლობას. ესე იგი დაფინანსებული არის ევროკავშირის მიერ და სოფლის მეურნეობის განვითარების საწარმოო საქართველოს ფარგლებში. რაც შეეხება უშუალოდ შატოს თემას, ლაგოდეხი დიდი პოტენციალი, ზოგადად ლაგოდეხი დიდი პოტენციალი ტურიზმის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, კახეთი, უფრო ღვინოსთან ასოცირდება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, ის კლიმატი, რაც აქვს ლაგოდეხს, დაცული ტერიტორიები და აქედან გამომდინარე, რაც მოთხოვნადი იყო, მოთხოვნა გამომდინარე, უკვე ჩამოყალიბდა ეს კონცეფცია, რასაც შატო ქვია, ღვინის თემა, ზოგადად სარესტორნო და სასტუმრო საქმე. რამდენი მიმართულებით მუშაობს დღეს შატო ყირამალა? ალბათ გაქვთ ვენახებიც, გაქვთ სასტუმროც და ზოგადად რამდენი მიმართულება გაქვთ დღეს? დიახ, ძირითადი საქმიანობა, როგორც მიგითხარით, ეს გახლავთ სასტუმრო და რესტორნის საქმე. ასევე გვაქვს საკუთარი ვენახები, სადაც ვაწარმოებთ ჩვენი ბრენდის ქვეშ ღვინოს ორი სახეობის, ის გახლავთ ქართული ტრადიციული მეთოდით, რადგან ვართ აწარმოებთ საქართველოს ფარგლებში გრანტის მფლობელები, გვაქვს შევალდებულება ვაწარმოებთ ქართული ტრადიციული წესით, ქვევში დაფერმენტირებული ყურძნის წვენი. და აქედან გამომდინარე, ძირითადი საქმიანობა, როგორც მოგახსენეთ, სასტუმრო და რესტორნის საქმესთან ერთად გახლავთ მეღვინეობა და ვავითარებთ ახლა გვინდა დამატებით სერვისების შეთავაზება სტუმრებისთვის. ეს გახლავთ საქართველოს ნაკლებად არის, მაგრამ ეს სათევზაო ტურები, ესე რომ ვთქვათ, გასვლით ტურები, უფრო ცივილური მეთოდით, რადგან არის მოთხოვნა და არის ობიექტი გვაძლევს ამის შესაძლებლობებს. აბა წყალია გარშემო და? დიახ, გვაქვს ორი ტბა, ზოგადად 7 ჰექტარს მოიცავს, ძალიან ტერიტორია 7 ჰექტარზე არის გაშენებული. ამ 7 ჰექტარზე გვაქვს ორი ტბა, მოგესწრებათ, ფოტოებში ალბათ დაინახავს ჩვენი და დაინტერესებულები ალბათ გამოიწვიონ ჩვენს Facebook-ს და Instagram გვერდს და ნახავენ ფოტოებს და გაშვებული ყავს როგორც საფირმო, ესე რომ ვთქვათ, კახეთის ლოკო. დაინტერესებულები შევძლებთ მოგზაურობთ ოჯახები ჩამოზარდნენ, დაკავდნენ თევზაობით, გაატარონ შეისვენ ესე ვთქვათ მოგონებები და ზაფხულის. ვაკო, ვინ არიან ძირითადად თქვენი სტუმრები, ვინც ხშირად სტუმრობენ ხოლმე? ესენი არიან ქართველები, ამ ლოკალურ ტურიზმს უწყობს ხაზს თუ ხშირია შემთხვევა, როდესაც უცხოელები მოდიან ხოლმე სტუმრად? ობიექტი მდებარეობს აზერბაიჯანის საზღვარზე. ანუ აზერბაიჯანის შემოსვლელი სტუმრისთვის არის პირველი შატო საქართველოში. აქედან გამომდინარე აქტუალური ობიექტი არის და თუმცა დღეს აზერბაიჯანის საზღვარი ქვეითთა გადაადგილებისთვის არ არის გახსნილი. დიახ, ზოგადად გახსნა, მაგრამ დაშვებული არის, ესე ვთქვათ, ტურისტული არის ნიუანსები, რომელიც ნიუანსებიც პრინციპში გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გვაქვს ამიერკავკასიის ტურები, ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობს, რომელსაც აქვს ამიერკავკასიის ტური, ესე ვთქვათ. ერთ-ერთი ობიექტი არის ჩვენი ობიექტი, ანუ აზერბაიჯანის შემოსვლელი სტუმარი, ძირითადად აზიის ქვეყნის წარმომადგენლები არიან, ეს ინდოეთი ალბათ ძალიან ბევრია. ეს გახლავთ კორეელები, ანუ სამხრეთ კორეელები, ეს გახლავთ ჩინელები, ტაილანდი და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, მაინც სეგმენტი, ესე რომ ვთქვათ, გათვლილი არის ადგილობრივზე, პლუს დამატებით, მიბმული ვართ პირდაპირ, ესე რომ ვთქვათ, საქართველოს ტურიზმის სამინისტროზე. ძირითადად ვისთანაც თანამშრომლობს ჩვენი ქვეყანა, ესე რომ ვთქვათ, გახსნილი
ტურიზმის სფეროთი ძირითადად წარმოადგენები უცხოელო, მაგრამ რა არის ხომ თქვენი შატოდან ყველაზე საინტერესო ამ ტურისტებისთვის თქვენ ახსენეთ რომ ძალიან ბევრი აზიელი ტურისტი გყავს, ტაილანდი იქნება ეს, ჩინეთი იქნება ეს, კორეა იქნება ეს და რა არის ხომ ყველაზე საინტერესო თქვენი სტუმრებისთვის, რით გამოარჩევენ ხომ თქვენს ასტუმროს და თქვენ გარემოს 7 ჰექტარი ტერიტორია საკმაოდ ბევრია. დიახ, ზოგადად ლაგოდეხი არის ულამაზესი კუთხე, ესე ვთქვათ, საქართველოს. მე მქონდა ბედნიერება მომიწია საზღვარგარეთ ცხოვრება, ასევე საქართველოში, რო ვთქვათ, მოვლა, რადგან ეს ჩემი ორი განათლება გახლავთ ტურიზმის სფერო და აქედან გამომდინარე, სამსახურიდან გამომდინარე, პირადი ინტერესიდან გამომდინარე მიწევს, რა თქმა უნდა, სხვადასხვა კუთხეებში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში და ერთ-ერთი, ესე ვთქვათ, პრიორიტეტი ამ რეგიონის გახლავთ ბუნება, ეს დაცული ტერიტორიები, სადაც სამი ტიპის ლანდშაფტი გვხდება, ეს კავკასიონის, ალაზნისველი და ულამაზესი არის. თვითონ შატოს რაც შეეხება, ესე ვთქვათ, სული გული და ცოდნა არის ჩადებული ამ ობიექტზე. ანუ შერწყმული არის თვითონ ობიექტის არქიტექტურა ბუნებაში. ანუ პატარა ბორცვები, პატარა მდელოები, თუნდაც ტბის რელიეფი ისი არის შერწყმული ამ ყველაფერთან, რომ ერთი პატარა ხესთვისაც არ გვაქვს ხელი დადებული, აი ეს ასწლოვანი ხეები, ეს ველური ბუნება, მაინც უფრო პრიორიტეტია ჩვენი ობიექტის, მე ესე ვთვლი, ესე ვფიქრობ, ასე უგემრიელეს სამზარეულო, რადგან გახავთ მიდარიან თქვენი მზარეულები და იმიტომ რომ საქართველოში როდესაც საუბრობთ ხოლმე ძალიან რთულია მზარეულის შერჩევა. ძირითადად ყველა მზარეული, რომელიც ცნობილია, დაკავებულია ხოლმე ბევრი მათგანი საკუთარ რესტორანსაც აკეთებს ხოლმე და განსაკუთრებით რეგიონში, როდესაც არის საუბარი, საკუთარ სირთულეებს წარმოადგენს ხოლმე მზარეულის პოვნა და თქვენ ინდუსტრიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. დიახ, გეთანხმებით, ზოგადად დაკომპლექტებულები ვართ, ესე ვთქვათ, მიდის კადრების გადახალისება, ანუ დატრენინგება, რადგან როგორც მოგახსენეთ, გვაქვს ვალდებულება გრანტთან დაკავშირებით, რომ ყავდეს დასაქმებული ადგილობრივები, როგორც ზარეულები, ასევე სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები, თანამშრომლები. აქედან გამომდინარე, პლუს ლაგოდეხი მოგეხსენებათ ეკომიგრანტებით არის, ესე რომ ვთქვათ, პატარა იმერეთი არის კახეთში და ეს სინერული სიფიცკე, ეს ყველაფერი არის სახება. დიახ, ეს არის სახება, რა თქმა უნდა, ჩვენ ობიექტზე და სულით გულით ჩვენ რამდენ სტუმარს იტევს თქვენი სასტუმრო? ზოგადად გვაქვს 10 კოტეჯი, ეს არის ეკოლოგიურად სუფთა კოტეჯები, ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ხე და ქვა არის გამოყენებული მშენებლობისას. ტევადობას რაც შეეხება 40 ადამიანამდე ამ ეტაპზე, მაგრამ უკვე გვაქვს გეგმა დაახლოებით წელიწად ნახევარში შემდეგ სეზონზე დავიწყებთ სასტუმროს მშენებლობას. რადგანაც მოთხოვნა ალბათ დიდია. დიახ, მოთხოვნა არის ძალიან დიდი. ასევე ველოდებით საზღვრის გახსნას. ჩვენი ობიექტი პრინციპში გავხსენით გაიხსნა პანდემიის დროს, ეს იყო ძალიან რთული პერიოდი ზოგადად ყოველთვის, რა თქმა უნდა. სასტუმროს ბიზნესისთვის ეს ყველაზე პრობლემატური იყო, ჩვენი გადაცემიდან გამომდინარე, მთელი წლის განმავლობაში ხვდებით ხოლმე ბიზნესის წარმომადგენლებს და უკვე წლებია ამ მიმართულებით გადაცემული და პანდემიის პერიოდი სასტუმრო ბიზნესისთვის რომ იყო ასეთი რთული, არც ერთი ბიზნესისთვის არ გახდათ, რადგანაც მოგზაურობა ძალიან პრობლემატური იყო. კი, ზოგადად ესეთი პერიოდები ქმნიან, ესე რომ ვთქვათ, რთული პერიოდი, რა თქმა უნდა, ზოგადად ტურიზმის სფეროც განვითარდა მეორე მსოფლიო ომის დროს, რადგან წარმოიშვება საავიაციო იმოფრენები და აქედან გამომდინარე ამან განაპირობა ტურიზმის განვითარება. ეს პერიოდის ფიქრობ ისმერ ადამიანს შეუძლია არის სიტუაცია, რომელიც შეიძლება გამოიყენო როგორც შესაძლებლობა და არის სიტუაცია, რომელიც გამოიყენო შეიძლება გამოიყენო მიზეზი. აქედან გამომდინარე ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ცოდნიდან გამომდინარე გამოვიყენოთ ეს სიტუაცია როგორც შესაძლებლობა და მაქსიმალურად დავდოთ ის რეზულტატი განვითარებაში, როგორც ჩვენი ობიექტის, ასევე ზოგადად ტურიზმის და გავაცნოთ საქართველოს კარგი კუთხით და ჩვენი ბუნების პოტენციალი, ჩვენი სამზარეულოს პოტენციალი, ჩვენი აი სტუმარს მასპინძლობის პოტენციალი, რაც ესე ვთქვათ, გენში და თაობებით გამოცდილი, თაობებით გაცხრილული და ჩვენამდე მოსული, ესე ვთქვათ, გვაქვს უკვე მზა. თან კახურის სამზარეულო კიდე გამორჩეულია და ალბათ თქვენ სასტუმროს კახურის სამზარეულოს თავაზობს. რადგანაც თუ ავიღებთ თელ საქართველოს, კახელები გამორჩევიან თავისი განსხვავებული
კერძებით. დიახ, ზოგადად ქართველები გამოირჩევთ სოფლიოში განსხვავებული კერძებით. დიახ, და ქართველებთან კიდევ საკმაოდ უცხოეთშიც ასეთ სიტუაცია თუ ხარ ბიზნესი დაკავებული და გაკოტრდი და გახსენი ქართული რესტორანი, ესე ვთქვათ, მუშაობს ზოგადად ქართული სამზარეულო ნელ-ნელა, მაგრამ თავის სათქმელს ამბობს სოფლიოს ესე ვთქვათ, აი ამ ჩვენ ჰოსპიტალი სფეროში. ღვინის თემასაც მინდა შევეხოთ, რამდენი ტიპის ღვინოს აწარმოებთ დღეს და რა ბრენდით აწარმოებთ ამ ღვინოს? ზოგადად ამ ეტაპზე გვაქვს ადგილზე ჩვენი ყურძენი, ეს გახლავთ საფერავი ტრადიციული წესი, საფერავი ქვევრი. და გვაქვს ქაწითელი ქვევრი. ასევე გეგმავთ ამ სფეროს გაფართოებას დამატებით მიკროზონებიდან კინძმარაულის ზონაში, მაგალითად კარდინახის ზონაში მიკროზონები, რომელიც მოთხოვნადი არის ზოგადად ბაზრის. გამომდინარე არის გეგმაში ამ სფეროს, ამ კუთხის, ესე ვთქვათ, გაფართოება, რასაც ღვინის საქმიანობა ქვია. ძირითადად ვაწარმოებთ ორ ღვინოს ესე. სად ხდება ამ ღვინის რეალიზაცია თქვენთან სასტუმროში, თუ გაგაქვთ ლაგუდეხის გარეთაც და ქვეყნის გარეთაც? ესე იგი, ესე ვთქვათ, მცირე წარმოებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე მხოლოდ ჩვენთან, ჩვენს დამსვენებელს შეუძლია ჩვენი ღვინის დაგემოვნება და ჩვენი ღვინით ნებირობა, ესე ვთქვათ, მაგრამ როგორც გითხარით, არის გეგმებში ახლო მომავალში განვითარება ამ კუთხით. ვაკა თქვენ ხანია ტურიზმის სფეროში ხართ და როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა ბოლო პერიოდის განმავლობაში ზოგადად ტურიზმის მიმართულებით თქვენ სასტუმროს და ღვინის წარმოებას თუ ავიღებთ? რა ტენდენციები გამოიკვეთა, რა არის ტრენდები, რას აქცევს დღეს მომხმარებელი უფრო მეტ ყურადღებას, ვიდრე აქცევდა ამას წლების განმავლობაში და წლების წინ? ზოგადად ჩვენს მოიხსენებათ ტურიზმი არის მოთხოვნიდან გამომდინარე სფერო ადამიანს უნდა. რადგან გავედით ესე ვთქვათ საქართველოს ასე ევროპულ ბაზარზე, აქედან გამომდინარე ჩამოყალიბდა ეს orange wines, რომელიც ნახეთ, ეს ქარვისფერი ღვინის კულტურა, რადგან ქვევრის კულტურა. ვარცდები ერთადერთი ვართ, ვინც სევძველი მეთოდით აწარმოებს ამ ყველაფერს, აფერმენტირებს ამ ყურძნის წვენს და თვითონ პროდუქცია გახდა ევროპელი მომხმარებლისთვის მოთხოვნადი, ცნობადი. აქედან გამომდინარე, აი ესეთი განვითარება გვაქვს ღვინის თემატიკაში. ზოგადად ტურისტებიც შეიცვალნენ, როგორც ამბობენ, იმიტომ რომ ეს ტრადიციული მიდგომები, როდესაც ვიღაცები ჩამოდიან რაღაცა ხანგრძლივი დროის განმავლობაში რჩებოდნენ, აი ესეთი ტიპის ტურიზმი შეიცვალა და ადამიანები უფრო მოკლევადიან ტურებს გეგმავენ. ну ეს მოთხოვნიდან გამომდინარე ძირითადად ესე ვთქვათ ჩვენი ობიექტი შატო უფრო გათვლილია რელაქს დასვენებაზე ესე ვთქვათ და ჰაიკინგზე. ანუ თვითონ ბუნება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ არის რამოდენიმე ჩანჩქერი ლაგუდეხში, არის ჰაიკინგი ძალიან მოთხოვნადი აღმოჩნდა ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ თუ დავაკვირდებით, თუნდაც ჰაიკინგისთვის აქსესუარების გაყიდვას და ამის სტატისტიკას ნახავთ, ხედავთ, რომ ჰაიკინგი იზრდება ყოველწლიურად და ყოველწლიურად უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის ქვეყანაში იმისათვის, რომ ჰაიკინგი დაკავდეს. დიახ, ესე რომ ვთქვათ, ჯანმრთელს სასარგებლოსაც უთავსებს. თან რაღაცას ნახავთ და თან ფეხით მოძრაობ. და უკვე ყალიბდება ზუსტად ის. შემოდის ისევ ტრენდში. რამდენად გიწყობთ ინფრასტრუქტურა ამისთვის ხალხს, იმიტომ რომ ჰაიკინგისთვის ერთ-ერთი მთავარი ინფრასტრუქტურაა და ასევე ის რუკები, რომლებიც არსებობს იმისათვის, რომ და სადღაც უხრანტაში არ დაიკარგო, რაც ძალიან ხშირია ხოლმე. ეთანხმებით საზღვისპირი აქედან გამომდინარე. საინტერესო სათავგადასავლო რომ არ გამოვიდეს. სხვა ქვეყანაში არ აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე არის მუნიციპალიტეტიდან არის გამოყოფილი პატარა ინფოდესკები, სადაც დამსვენებელს შეუძლია მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია ჰაიკინგთან დაკავშირებით. ასევე ზარმაცი ჰაიკერებისთვის გვაქვს ცხენის ტური, რომელიც მოიცავს თავის. შეიძლება უფრო სათავგადასავლო იყოს. ასე ვთქვათ, კი. აქედან გამომდინარე უწევს ცხენით გადაადგილება და არის შესაძლებელი ამ ბუნების დათვალიერება, ამ ბუნების შეცნობა ცოტა უფრო ზარმაცი გზით, ესე ვთქვათ. ცხენით და მარტივად. კი. ძალიან მარტივად მოხდება. რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც დღეს თქვენ გიდგათ
როგორც სასტუმროს ამ გადაცემაში ყველა საუბრობს ხოლმე პერსონალის შესახებ, იმიტომ რომ თითქმის ვეღარ პოულობენ პერსონალს. თქვენი გამოწვევა რა არის? ნახეთ ჩვენი გამოწვევამდე ესე რომ ვთქვათ ჩვენ პოლიტიკაზე უნდა ვისაუბროთ, ჩვენი პოლიტიკას პირველი რაც არის კადრების გადამუშავება და კადრების ადგილზე შესწავლა, რადგან გადამზადებას გულისხმობთ. რა თქმა უნდა, გამომდინარე თვითონ ჩემი პროფესიიდან გამომდინარეც ხდება პატარა დატრენინგება როგორც მზარეულებს, ასე კლასიფიკაციას ამაღლება მზარეულებს არის სპეციალური კურსები, სადაც გადამუშავება, მაქსიმალურად ვცდილობთ რომ შევუქმნათ ადამიანს შეძლებიდან გამომდინარე და საერთოდ ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე ადამიანს კომფორტული სამუშაო გარემო. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა პრობლემას მე ვერ ხედავ, თუნდაც პერსონალის ჩვენ ამ ეტაპზე ამაზე პრობლემა არ აქვს. თან რეგიონში ალბათ დასაქმებულთა რაოდენობა არ არის ისეთი დიდი და ძალიან ბევრი შესაძლებლობა იქნება იქვე სახთან ახლოს იშოვოს სამსახური და შრომით მიგრაციის ჩვენ ვართ მაინც მომხრედი ახლა რომ დასაქმდეს ქართული საქართველოში, ლაგოდეხში და ლაგოდეხში დაცული ტერიტორიებია. რამდენად თანამშრომლობთ დაცული ტერიტორიების მიმართულებით აღნიშნულ ნაკრძალებთან და რა უკავშირი გაქვთ ტურისტების მხრიდან? ზოგადად ჭიდრო კავშირი გვაქვს როგორც ნაკრძალის დირექტორთან, ასევე თვითონ ყველა დეპარტამენტთან, რადგან პირდაპირ კავშირში ვართ. მოგეხსენებათ გითხარით უკვე რომ აზერბაიჯანის საზღვარზე აქედან გამომდინარე არის თავისი სპეციფიკა გადაადგილებასთან დაკავშირებით, რადგან არ მოხდეს თვითნებურად გამოყოფილი საზღვრის ტერიტორია არ არის, აქედან გამომდინარე აუცილებელია რომ ვითანამშრომლოთ. დიახ, თქვენ თქვით რომ საცხენოსნო ტურებს თავაზობს მომხმარებლებს. რა სერვისია რომელსაც შატო პირამალაში ჩამოსული სტუმარი მიიღებს. შესაძლოა თქვენ თქვით რომ თევზაობაც არის შესაძლებელი. აღმოაჩინეთ რომ შესაძლებელია ცხენით სეირნობა, ისევე როგორც ჩანჩქერების მონახულება საფეხმავლო გზებზე. რა ტიპის ტურები გაქვთ? ასევე გვაქვს სადეგუსტაციო ტურები, ეს გახლავთ ღვინის დეგუსტაცია, მოგხსენებათ. გვაქვს მასტერკლასები, რომელიც პოპულარობით სარგებლობს დამსვენებელთან, როგორც მსხვილთან, ასევე ქართულ. რისი ტიპის მასტერკლასი? ეს გახლავთ ტრადიციული კახური ჩურჩხელის ამოვლება, კახური დედასპურის მოეძახით ამ დედასპურის გამოცხობა, ხინკლის მოხობის მასტერკლასი გვაქვს, ყოლის ამოყვანის მასტერკლასი გვაქვს და ის ყველაფერი სოფლის მეურნეობას და კახეთს პირდაპირ კავშირში არის, რადგან არის ნატურალური, ასევე თვითონ რესტორნის მუშაობა ჩვენ ვცდილობთ და ჩვენ ძირითადი ესე რომ ვთქვათ პრიორიტეტი ეს არის რომ თანამშრომლობთ ადგილობრივ მეწარმეებთან, მოგეხსენებათ თვითონ ადგილობრივი პროდუქცია პოპულარული ცალკეულ საქართველოში, ამიტომ ჩვენ მცირე მეწარმეებთან, როგორც ის ნაწარმი პორცეული ბოსტნეული პირდაპირ ესე ვთქვათ მცირე მეწარმეებისგან და თვითონ ფერმერებისგან ვარაგდებით. შესაბამისად ხარისხობრივად ეს ყოველთვის უფრო ახალია ვიდრე რაღაცა ტიპის ლოჯისტიკის ჯაჭვს დაქვემდებარებული კვებითი პროდუქტის მიღება, რომელსაც შეიძლება 2 თვე დასჭირდეს საბოლოო ადგილზე მისვლამდე და სიჯანსახის კუთხითაც ალბათ ის ხამქიმიკატები, რომელსაც ზოგადად იყენებენ ხოლმე და ის ნიტრატები, რომელსაც გაჯერებულია ხოლმე ხშირად ჩვენი კვება, არ იქნება ასეთი ტიპის დასვენების თვის განკუთვნილი და არ იქნება ასეთი ტიპისთვის მოთხოვნადი. თქვენ ახსენეთ რომ რამდენიმე ტიპის მასტერკლასი გაქვთ აეროვნული კერძების გაკეთება, ახსენეთ ტურები, რომლებიც ნაკრძალში იქნება ჩანჩქერებზე თუ ცხენით თუ საფეხმავლო ბაგით, ასე ველოტურები გვაქვს. ველოტურები. რომელია ყველაზე პოპულარული? და როგორ ფიქრობთ, რატომ არის ყველაზე პოპულარული? ყველაზე პოპულარული. ალბათ ჰაიკინგი, ვფიქრობ ჰაიკინგი. უფრო ყველაზე პოპულარული არის, რადგან როგორც ზემოთ აღნიშნეთ, სასარგებლო შერწყმული არის ჯამთებულობასთან, აქედან გამომდინარე
ასაკობრივად რამდენი ხნის არიან ძირითადად თქვენი ტურისტები, ვიცი რომ შერეული იქნება გეყოლებათ ახალგაზრდა ჯგუფი და გეყოლებათ ასაკშოსული, მაგრამ დაახლოებით საშუალო ასაკი რა ავიღოთ თქვენი ტურისტების. ზოგადად ესე მოიაზრება რომ არის საოჯახო კონტინგენტზე გათვლილი, მაგრამ თანამშრომლობთ, ჭიდრობ თანამშრომლობთ როგორც დიდ კომპანიებთან, რომელთანაც შემოყვანილ ტურიზმის მიმართ. კი, შემოყვანილ ტურიზმის და ასევე კორპორატიული თვითონ შიდა კორპორატიული საღამო იქნება ეს თუ ორგანიზება იქნება რაიმე დღესასწაულით, ასევე ადგილობრივი ტრადიციული სპორტილი იქნება, ნათლობები იქნება თუ სასწავლო, საოჯახო დღესასწაულები. ძირითადად ადგილობრივები, ძირითადად ესეთი გათვლილი დღესასწაულები. თქვენ ახსენეთ რომ კომპანიებისთვის და კორპორაციული კულტურებისთვისაც გაქვთ რაღაცა ტიპის პროდუქტები. რა არის ეს ძირითადი, რასაც თქვენ სთავაზობთ, ძირითადი პროდუქტები, რომელიც თქვენ კომპანიებს სთავაზობთ? ალბათ team building-ების კუთხით იქნება რაღაცა შესაძლებლობა. დიახ, არის ასევე საკონფერენციო დარბაზი თუ გაქვთ, სადაც მომხმარებელს შეიძლება რომ რაღაცა ტიპის პატარა სემინარი, ტრენინგი ჩაატაროს თავისი თანამშრომლებისთვის. დიახ, შატოს აქვს იმის პოტენციალი, რომ ორგანიზება გაუკეთოს ამ ყველაფერს, ჭიდრობ თანამშრომლებს. ხავალდებთ აგვისტოს დასაწყისში თურქეთს მოსგანდებიან, ასევე სპორტული გამაჯანსაღებელი პატარა იოგა ტური იქნება თუ ფიტნეს კემპინგები იქნება. მოკლედ ობიექტს აქვს დიდი პოტენციალი, პერსონალზე გვაქვს დიდი სურვილი. შევასრულოთ დამკვეთის, ესე რომ ვთქვათ, დავეხმაროთ იმის რეალიზებაში, იმ იდეის რეალიზებაში, რაც უნდა რომ დამკვეთმა ნახოს მიიღოს ჩვენგან. რომელ საერთაშორისო პლატფორმებზე ხართ განთავსებული ჯავშნების კუთხით, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ძალიან შეგვეცვალა დამოკიდებულება ჯავშნების და საქართველოშიც ქართველები უკვე გადავერთეთ იმაზე, რომ ჯავშანს არ ვაკეთებთ, პირდაპირ სასტუმროში აღარ ვეკეთებთ და საერთაშორისო პლატფორმებიდან ვაკეთებთ. რომელ პლატფორმებზე ხართ რეგისტრირებული ამ ეტაპზე და რამდენად დიდი ინტერესია ამ პლატფორმებიდან ტურისტების მოზიდვის? ძირითადი პლატფორმა მოგიხსენებათ სოციალური ქსელი, ასევე Airbnb, ასევე არის Booking.com. ძირითადი პლატფორმები, შეპლატფორმები. დიახ, ყველგან ხართ განთავსებული. ყველგან აბსოლუტურად სტუმარს შეუძლია Booking-ში ნებისმიერ და რომელი პლატფორმიდან ხდება ხოლმე ყველაზე ხშირად სტუმრების? ყველაზე ხშირად ეს ტურისტულებიდან და ჩვენი სოციალური ქსელიდან, ჩვენი საიტი, ჩვენი Facebook გვერდი, ძირითადი მაინც მოთხოვნა მოდის ამ და Booking-ი ასევე აღსანიშნავია, რომ Booking-ი ერთ-ერთი ლიდერი არის, ასე რომ ვთქვათ, ჯავშნების საკრავ ქვეყნებში უფრო მეტად მუშაობს Booking-ი ვიდრე თუნდაც სოციალური მედია, იმიტომ რომ საკრავ ქვეყნებში არ თავსახებ ქვეყნებს საერთოდაც აკრძალულია სოციალურ მედიაში, სრული უმრავლესობა იქნება ეს Facebook, იქნება ეს Instagram და მოსახლეობას არ აქვს წვდომა ასეთი ტიპის სოციალურ მედიასთან და ამიტომ ხშირია ხოლმე შემთხვევები, როდესაც სოციალური მედია, რადგანაც ამ ქვეყნებში აკრძალულია საერთაშორისო ჯავშნის პლატფორმებზე ხდება ხოლმე გადატვორცნა აი ამ მომხმარებლებს, რომლებიც პირდაპირ ვერ აკავშირებენ ხოლმე. რატომ შეირჩა სახელად ყირამალა? ეს გახლავთ ასე ვთქვათ ისტორია ამ ობიექტის ჯერ კიდევ 70-იანი 60-იან წლებში ეს ობიექტი გახლავთ. ეს ობიექტი ძალიან ძველი ობიექტი არის და ჩვენი მშობლების თაობისაცაც ცნობილი ობიექტია და აი ამ სტატუსს და აი ამ ასე ვთქვათ პრიორიტეტს არ აუქციეთ გვერდი, აქედან გამომდინარე ერქვა ამ ობიექტს ყირამალა. ანუ ისტორიულად ამ ობიექტს ერქვა იყო ცნობილი თავისი გემრიელი კერძებით, თავისი ბუნებით. და რესტორნით ალბათ. დიახ, აქედან გამომდინარე ჩვენც გავყევით ამ კუთხეს, გავყევით ამ იდეას და ამ ისტორიას და ამ ისტორიის გარშემო ჩამოვაყალიბეთ ამ ლეგენდის გარშემო. დიახ, ინფრასტრუქტურა, რაც ასე ვთქვათ ამშვენებს ამ ობიექტს და ცნობაც ხდის როგორც მაგალითად ჩვენი თაობებისთვის, ასევე ჩვენი მშობლებისთვის. შემდეგი ალბათ ჩვენი საერთოდ ნენა დაიწყება და ბოლო შეკითხვით მინდა გადმოვიდეთ. თქვენი სამომავლო გეგმები რა არის? სამომავლო გეგმები მოგიხსენებათ და ეს ახლა აგვისტო მოდის კიდე ცხელი პერიოდი მოდის და ბევრი ადამიანი ეძებს სადავის. უკვე მოსულია, იქიდან გამომდინარე ვართ სეზონის პიკში, ესე რომ ვთქვათ, სრულად ალბათ 99%, 90, სრულად არის ამ ეტაპზე
დატვირთული ობიექტი, როგორც სასტუმრო, ან თორემ გულისხმობთ, ასევე რესტორანი, ასევე გვაქვს ღია აუზი, ან კავკასიონის ფონზე და აქედან გამომდინარე ვართ მაქსიმალურად ჩართულები პროცესში. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გვაქვს გეგმაში სასტუმროს აშენება. დაახლოებით რამდენი ნომრიანს ფიქრობთ? დაახლოებით 200 ნომრიანი გვაქვს გეგმაში. ანუ ძალიან დიდი სასტუმრო, 200 ნომრიანი სასტუმრო აღარ არის პატარა. სასტუმრო ლაგოდეხში 200 ნომრიანი სასტუმროს გაკეთება, ვფიქრობ, რომ საკმაოდ გაბედული ნაბიჯია. დიდი გამოწვევაა, მაგრამ ვართ მზად, გვაქვს სურვილი და იმედია, შეწევნით დავდებთ რეზულტატს. აუცილებლად დავდებთ. გარდა სასტუმროსი კიდევ რა გეგმები გაქვთ? ძირითადად გეგმა არის განვითარება და თუნდაც იმ ესე რომ ვთქვათ, სერვისების დახვეწა ამ ეტაპზე რაც გვაქვს, მოგეხსენებათ, ჩამოთვალეთ, ეს არის თევზაობის, ეს არის თუნდაც ამ ჰაიკინგის, ბაგი ტურების და უფრო დამატებით მოთხოვნიდან გამომდინარე ჩვენც ვითარდებით, ტურიზმიდან გამომდინარე ჩვენც ვითარდებით, აქედან გამომდინარე სტუმრის მოთხოვნიდან გამომდინარე გეგმავთ იმ სერვისების დახვეწას და განვითარებას, რაც სერვისებიც ამ ეტაპზე აქვს შატოს. მე მინდა რომ ძალიან ბევრი წარმატება გისურვოთ თქვენ შატო ყირამალას ლაგოდეხში ამ სასტუმროს ღვინის წარმოების მენეჯერი ვაკო მირიანაშვილი იყო დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი. ეს გადაცემა დღევანდელი დღისთვის უკვე ამოწურულია, თუმცა მეც მინდა დაგემშვიდობოთ, რადგანაც დღევანდელი გადაცემა ჩვენი სეზონის ბოლო გადაცემაა. მთელი სეზონის განმავლობაში ვცდილობდით რომ მოგვეწოდებინათ თქვენთვის ისეთი ინფორმაცია, რომელიც აქტუალური იყო ბიზნესში, ვცდილობდით გაგვეცნო საინტერესო ადამიანები, საინტერესო სტარტაპები და არა მარტო სტარტაპები თქვენთვის, იმიტომ რომ ამ მიზანს მივაღწიეთ, მე დაგემშვიდობებით და ჩვენ სექტემბრისთვის კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. დროებით და ბედნიერ დასვენებას გისურვებთ.